რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიზიგურმა ბიუროში მოქალაქეებთან ტრადიციული შეხვედრა გამართა. დეპუტატი მოქალაქეებს პირისპირ ინდივიდუალურად გაესაუბრა და მათი ინიციატივები და იდეები მოისმინა. როგორც ადგილზე გაერკვა, მაჟორიტარის ბიუროს მოსახლეობა ძირითადად სხვადასხვა კულტურული ბიზნეს და საგანმანათლებლო პროექტების განსახორციელებლად მიმართავს. ასევე მიმართვა გახშირდა პროექტ აწარმოეს საქართველოში ჩართვის მიზნითაც. შესაბამისად, შემცირდა სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეების მიმართვიანობაც. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიზიგური მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ბიზნესით დაინტერესებულმა პირებმა რუსთავის ბიუროს აუცილებლად მიმართონ, რადგან ისინი შესაბამის სამინისტროებთან და სამსახურებთან შუამდგომლობას აუცილებლად გაუწევენ. ჩვენი მთავარი ამოცანა ის არის, რომ ყველამ თავის საქმე გააკეთოს. მაჟორიტარის საქმე არ არის სოციალურ საკითხებში ჩარევა და იმ კომპეტენციებში ჩარევა, რაც არის თვითმმართველობის, მაგრამ რაც შეეხება ახალი გზების გაკეთებას, ახალი პროექტების, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტის ცვლილებებს და ცენტრალურ ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას უკავშირდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ მაჟორიტარის საქმიანობაში. მე კიდე ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოუწოდო, ვისაც ოდნავ მაინც რაღაცა ბიზნესი გაუკეთებია თავის ცხოვრებაში, რომ მოვიდნენ აწარმოეს საქართველოში და კიდევ სხვა პროექტებია, რომლებიც მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია რუსთაველების დასაქმებაში მივიღოთ დიდი მონაწილეობა და ყველანი მოვიდნენ ჩვენთან ბიუროში, ჩვენ მივეხმარებით მაქსიმალურად ეკონომიკის სამინისტროსთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, თუ გნებავ თბილისის მმართველობასთან და ასე შემდეგ ურთიერთობებში, რომ რუსთავში ბიზნესი კიდევ უფრო მეტად დადგეს ფეხზე. საინტერესო შეხვედრა იყო, მადლობას ვუხდით ბატონ ზვიადს, ვისაუბრეთ ჩვენი საქმიანობის შესახებ, ძალიან დაინტერესდა, შეგვირდა დახმარებასაც, იმიტომ რომ ქალაქს ნამდვილად ჭირდება ესეთი სპეციფიური საგანმანათლებლო დაწესებულება, როგორც ჩვენი სკოლა გახლავთ. მივიღო გულწრფელად, აუხსენე ჩემი მდგომარეობა და ყველაფერი შემიძლია დამეხმარება ყველაფერში.